დღეს მოკლედ მოგიყვებით 9 აპრილზე, რომელიც ორი სხვადასხვა თარიღია, მაგრამ ერთი ისტორია. რა მოხდა პირველ 9 აპრილს? რატომ აირჩია ზვიად გამსახურდია მეორედ იგივე რიცხვი და შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან არიდება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პირველი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა, რომელიც ზუსტად 2 წელიწად ნახევარში საბჭოთა კავშირმა ისევ წაგვართვა. 68 წლის შემდეგ 1999 წლის მარტში აფხაზეთში გაჩნდა მოთხოვნა რეგიონი მთლიანად გამოყოფოდა საქართველოს და მოსკოვს დაქვემდებარებოდა. ეს უკვე ნიშნავდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაშლას. ამიტომ ხალხი ქუჩებში გამოვიდა. მათ სათავეში ჩაუდგათ ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი და გიორგი ჭანტურია. პროტესტი მალევე გადაიქცა საერთო სახალხო მოძრაობად, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოს გამოყოფოდა საბჭოთა კავშირს და გამოეცხადებინა სრული დამოუკიდებლობა. პროტესტის მასა დღითიდღე იზრდებოდა. მოსკოვმა აქციის ძალით დარბების გადაწყვეტილება მიიღო. თბილისში შემოუშვეს ტანკები და ჯარი. მიუხედავად მოსალოდნელი საფრთხისა და პატრიარქის მოწოდებისა, ხალხი არ დაიშალა. ეს უკვე აღარ იყო უბრალო აქცია. ეს იყო ერის არჩევანი. 8 აპრილის ღამეს ხალხი სახლებში აღარ წავიდა. მათ ჰქონდათ შეგრძნება, რომ ეს იყო ისტორიული მომენტი. საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ 70 წლის მანძილზე ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში პირველად ასა შაქრული, ასა მთლიანი წარმოდგა ქართველი ღვთის წინაშე. 9 აპრილის დილით დაახლოებით 60 საათზე მშვიდობიანი აქცია სასტიკად დაარბია საბჭოთა არმიამ. უიარაღო სტუდენტებს, ქალებს და მოხუცებს დაუპირისპირდნენ ტანკები და შეიარაღებული ჯარისკაცები. იმ ღამით დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის ფეხბურთის მექანიც. მაგრამ მათ ვერ შეძლეს მოეკლათ მთავარი, თავისუფლების წყურვილი. მიუხედავად კომენდანტის საათისა, რეპრესიებისა, თბილისის ცენტრში ჩაყენებული ტანკებისა და ჯარისკაცებისა, ჩახშობის სანაცვლოდ მათ მიიღეს საპირისპირო შედეგი, საყოველთაო გაფიცვა. ტრაგედიამ მთელი ერი მოიცვა. მუშაობა შეწყვიტა ყველა დაწესებულებამ და ქარხანამ. საბჭოთა პროპაგანდა ამბობდა, რომ აქციის მონაწილეებმა გამოიწვიეს ჭყლეტა, მაგრამ ფოტო და ვიდეო მასალებმა სიმართლე მსოფლიოს მოფინა. ლიდერების დაკავებამ კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია, ამიტომ ისინი მალე გამოუშვეს. მათ აიძულეს საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება ჩაეტარებინათ თავისუფალი არჩევნები და არ დალოდებოდნენ მოსკოვს. 1991 წელს გამარჯვებულმა ზვიად გამსახურდიამ 31 მარტს ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ ჩაატარა რეფერენდუმი, სადაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ 90%-ზე მეტმა მხარე დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ზვიად გამსახურდია შეეძლო 26 მაისამდე დაეცადა და საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის მიღების დღეს დაემთხვია დამოუკიდებლობის აღდგენის დღეც, მაგრამ საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არსებობდა. ყოველი დღე გადამწყვეტი იყო. ამიტომ სწორედ 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს, სწორედ 2 წლის თავზე ტრაგედიიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვრცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. არავდეს მერტი. ეს იყო სიმბოლური დამთხვევა თარიღებში და რევანშის სიკვდილზე. ამით ზვიადმა 9 აპრილის ტრაგედია ძალად და გამარჯვებად აქცია. ხშირად ისმის კითხვები შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან არიდება. თეორიულად კი. კონფლიქტის არიდება შეიძლება ყოველთვის თუ მზად ხარ თავი დახარო და შეეგუო რუსიფიკაციას. 9 აპრილს ქართველმა ერმა უარი თქვა მორჩილებაზე. ეს იყო კარგად დანთებული და ძნელად ჩასაქრობი ცეცხლი ხალხის გულებში. და თუ მას ტანკები შეში ჩააქრობდა, ეს ტანკები კიდევ დიდხანს იდგებოდა თბილისის ცენტრში და საბოლოოდ პროტესტის ტალღა ჩაქრებოდა. ლიდერებს კი სამუდამოდ დააპატიმრებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირი მაინც დაიშლებოდა. დაიშალა კიდეც იმ მომენტიდან 3 წელიწადში, მაგრამ იმ დროინდელი მძიმე პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, რთული იყო პროგნოზების გაკეთება. როდესაც ერს უდგება შანსი იბრძოლოს თავისი თავისუფლებისათვის, ის ვერ დაელოდება სხვის ასუსტებას. დავით აღმაშენებელსაც შეეძლო, გაჩერებული იყო და დალოდებოდა, როდის ასუსტებოდა თურქ-სელჩუკები და თავისი ნებით როდის გავიდოდა საქართველოდან. მაგრამ ჩვენს ისტორიას სწორედ გმირული აქტები ქმნის. შეუძლებელია გმირობას და თავგანწირვას დაუპირისპირო უკან დახევა. ამიტომ არის 9 აპრილი ერთდროულად სევდიანიც და საამაყოც. ეს არის დღე, როდესაც ვგლოვობთ დაღუპულებს და ამავე დროს ვზეიმობთ თავისუფლებას, რომელიც მათ გვაჩუქეს. დღეს 9 აპრილია.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი გაუღოთ ერთმანეთს უკლებლი